სანამ გადაცემის სტუმარს მოვიწევდე, მანამდე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ახალ მთავრობას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის. დიახ, ქვეყანაში აღდგა სამართლიანობა და ძველი მსახიობები დაგვაბრუნეს სერიალში შუა ქალაქში. ჩემი დღევანდელი სტუმარი იქნება შუა ქალაქის ყველაზე ნიჭიერი, თუ რა თქმა უნდა ზოგიერთებს არ ჩავთვლით, მსახიობი ბაჩო ქაჯაია, მეგობრებო. ბაჩო ქაჯაია ყველასათვის საყვარელი ადამიანია, მთელ საქართველოს უყვარს, რატო არ ეყვარებათ გენაცვალე პოლიტიკოსი ის არ არის და ფეხბურთელი. ბაჩო ცხოვრობს თბილისში, მუშაობს გორის თეატრში, ანუ ყოველდღე ის დადის გორში, თბილისიდან გორში, იმიტომ კი არ დადის, რომ ხელფასი აქვს მაღალი. ბაჩო ყოველდღე თბილისიდან გორში დადის იმ მოტივით, რომ მეგრელები ყველგან უნდა იყვნენ. და ახლა მე მინდა მოვიწვიო სტუდიაში ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი მსახიობი ბაჩო ქაჯაია გთხოვ. დიდი მადლობა მეგობრებო, ბაჩო ქაჯაია, ბაჩო როგორ ხარ? ძალიან მომენატრე. კარგად. ძალიან მომენატრე, მიუხედავად იმისა, რომ სულ გიყურებთ, მთელი ოჯახით გიყურებთ, მთელი ოჯახით და შენი პოპულარობა იზრდება და იზრდება და იზრდება. როგორ ხარ, მოყევი ორი სიტყვით? კარგად, მადლობა. კარგად დავისვენე და ახლა შევუდექი მუშაობას. რა დრო იყო ბაჩო, ახალგაზრდები ვიყავით, მსუქნები, მე გავხდი. ოთარ შენ გახდი, მაგრამ მე ისევ ახალგაზრდა დავჭი შენ დაბერდი. ბაჩო, ჩემი ახალი იმიჯი მოგწონს? კი, რომ ცოდნა და მეც რაღაც შესაბამისად ჩავა. არა, მეც ძალიან მომწონს შენი იმიჯი ძველი. არაჩვეულებრივი იმიჯი გაქვს. ჩემ ჩაცვლობაზე მაგალითად თეონა თავართილაძე ზრუნავს და შენ ვინ გაცმევს? მე? სხვადასხვა უცებ გეტყვი რაღაცას, კიდე რაღაცები უნდა შეგეკითხო და ასე რომ ჩავიცი ხო უკვე რომ გამხდარი ვარ და ყველაფერი მეტევა, ყველაფერი მიხდება. ვიცი ესე ამბობენ გოგოები. ხო და მივედი, ისე ვთქვათ, დედაჩემთან, რომ ჩამაცვეს და დავენახე დედაჩემს. რომ დედა მეუთხარი, ნახე როგორი. ყველაფერი მეტევა, როგორი გამხდარი ვარ და ასე ავდექი და სტავდივარ. დედა შემომხედე, ნახე, ეს როგორ მიხდება, გამხდარი ვარ და დედაჩემი მიყურებს. მოგიკუდეს დედა. რა ლამაზი ბიჭი იყავი და რა დაგემართ. ბაჩომ მოგვიტანა ჩვენ თავის ფოტოები. კი. მოგვიტანა ფოტოები, მე ჩვენ ეს ფოტოები მონიტორში შევტენეთ. ხო, ანუ მონიტორში სხვანაირად როგორ უნდა, ხო, მეთანხმები? და მოდი ახლა ერთად ვნახოთ შენი ბავშვობის. ხო, ძალიან კარგია, რომ ესეთი შენი მეგობარი მოდის. დავათვალიეროთ შენი ფოტოალბომი. და ვნახოთ თუ როგორ მოხვედი აი ამ მსუქან ცხოვრებამდე. კი ბატონო. გაუშვათ ბაჩოს ფოტოკოლაჟი. აი, შეხედეთ? შეხედეთ, აი ეს არის ბაჩო, მეგობრებო. რამდენი თვის ხარ აქ? რა ვიცი, ალბათ 3? 3 თვის უკვე ამხელა იყავი? ხო და შენ რო თქვი რომ მოვიდა აქამდე, წონამდე არ მოსულა, როთარ ასე დამიწყია მე. კი ბატონო, შემდეგი ვნახოთ. აი ეს ფოტო ძალიან მიყვარს ბაჩოსი. ის შენი ძმაა, ხო? კი. მანქანაში. მაშინ ასეთი მანქანებით დადიოდით. ესე იგი რა ხდება, შეხედე? მეგობრებო, ნახეთ, უკან ნახევარი ქალაქი დანგრეულია. ხეები გადაჭრილი და გადამწვარია. თვითონ ბაჩოს რანაირი ჯემპრიაცვია და ბავშვი მაინც ბედნიერია. შემდეგი ფოტო ვნახოთ. აი, ეს მიყვარს ეს ფოტო. აქ იცი ვის გავხარ? გუდა, თოვლის გუნდა. ხან წვიმავარ, ხალაც გუნდა, ჰა? ხო, როთა. კარგი ვარიანტია, ტრაკს გავარ, შეხედე. რაღაცა წინ ესეთი. დიდი. ეხლა ხო კარგ ფორმაში ვარ, ნახე რა ფორმაში ვარ, როთა. ხედავ. შემდეგი ფოტო ვნახოთ. აი აქ ცეკვავ, ხო? კი. და მელოდია რა არის, აი ეს მაინტერესებს რა. მე რატომღაც მგონია რომ გაპატიებ შეცდომებს, რაც გაპატიებ არა?
არა მგონია რა, ნუ ეს ის პერიოდია. აბა სექსი მაზაფაკა არა? ანეგ. ხო. ან კიდე ისა რა. ალბათ უფრო ის სახე რა. სახე. ლამაზი დღეა, ჰეა, ოცნებების დღეა, ესეთი პერიოდია ალბათ. ნახე, შეხედე როგორ. კი ბატონო, შემდეგი. ეს ძალიან მაგარი ფოტოა, ეს მიყვარს. აი, ჩემი ბაჩო, შეხედეთ ხალხო, ბენდენა, მზის სათვალე, ჯინსის შორტი და რენო მასკვიჩი რა. იცი სად არის ოთარ ეს გადაღებული? სად? ხაშურში. ხაშურ. შემდეგი. ხო, ბაჩო, ახლა აქ იმედია ეს ყანწებიც არიელი იყო, ხო? კი, რა თქმა უნდა, ოთარ, ამას აქში ყანწებით ნამდვილად არ ვსვამდი. ძირითადად ფიალები რა. ფიალები. ხო, ეს ძალიან კარგი ფოტოა. აი აქ ბაჩო არის ბედნიერი. ეს ფოტოშორის შენი გოგოები არიან, ხო? კი. შენ სამი ვაშკაცი გყავს სულ, ხო? თეკლა, ქეთევანი და ნინუცა. სამი ვაშკაცის მამაა ბაჩო. და აი ამ ფოტოზე ნინუცა არ არის ჯერ დაბადებული. ბავშვებთან ერთად სეირნობს და ბაჩო არის ძალიან ბედნიერი ხალხო, იმიტომ რომ ფოტოზე მასზე მსუქანი გამოჩნდა ვიღაცა ბომბორა ზემოთ, ნახეთ? აი, შეხედე, შენც კაი სნობი ხარ, რა ცნობილ ადამიანებთან დაიწყე, ხო, ფოტოების გადაღება. სად ხდება ეს? მე ვარ ცნობი თუ შენი მეგობარი. სახელს და გვართან დავასახელებ. აი ეს ახლა შენ გეცოდინება ეს კანონი. ქუჩაში დალევა რო აიგრძალა. ხო. მსახიობები საცვავთ ხოლმე. წეგან უყურებდი შენ იმას ლიფტში რა, ძირითადად. ჭედავთ თუ თავისით იჭედება? არა, ყოფნის მაღალ სართულიანებზე. ძირითადად 16-ზე ნაკლები მე ნუ ვერა, ერთ პოლიტრაზე მეც ვერ ასწრებ. აჰა. და რო გამოგიძახონ ამ დროს? რა პრობლემა, ახალ შემოსწრებულებს აბა გაუმარჯოს და ანუ სასმელი გააქვთ? კი, კაცო, აბა ისე. მსახიობებს ყოველთვის ადარებენ ერთმანეთს. ხო, ახლა მე მსახიობი არ ვარ, მაგრამ ნუ მაინც ნათამაშები მაქვს სერიალში. მე მაგალითად მადარებენ ხოლმე უილ სმითს. უილ სმითს. ხო. რო გახდია ალბათ იმის მერე. არა, ის არ ჩანს რითიც მადარებენ. შინაგანი სამყარო. ტორსით. აი შენ ვის გადარებენ? მე? რა ვიცი, ალბათ უფრო ვუპი გოლდბერგს. არა. ლეონარდო დიკაპრიოს ალბათ რა. ლეონარდო დიკაპრიოს რატო? ნუ ქერა. კი ბატონო. მეც ქერა ვარ. კი ბატონო. ცისფერ თვალება. მეც ცისფერი თვალები მაქვს. ეხლა ოსკარი არც იმას არ აქვს და არც მე და. ხალხში გავიარე. ესეთ რამ მითხრეს, რომ შენო გადაცემაშიო სტუმარი რომ მოყავსო, რაც შენ გაინტერესებს, იმას ეკითხები მარტო. და იქნებ ის კითხო, რაც ჩვენ გვაინტერესებსო. ხო და რამდენიმე კითხვა გამომატანეს. მე რო არ დამიწყო, ინტრიგანი ხარ და ასე შემდეგ. აი აქ არის ეს კითხვები. ნახე? ამას შენ თვითონ ამოიღებ. 5 კითხვაა სულ. შიგნით არის ეს კითხვები თუ ეს ბურთებია თვითონ კითხვები? ხო, ბურთებია კითხვები, შიგნით არის კითხვები, მაგრამ მე წაგიკითხავ რა კითხვებია. წინასწარ, აი ეს 5 კითხვა რა არის? და მე შენა არჩევ. ესე იგი პირველი კითხვა არის ასეთი, რომ ვის მიეცი ხმა არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას თუ ქართულ ოცნებას და რატომ? მეორე კითხვა არის, რომელი ქართველი ფეხბურთელისთვის შეგიგინებია? კი ბატონო. შემდეგ არის, რომელ ცნობილ ქართველთან გექნებოდა სექსი? კარგი. წყალში თუ მოგიშარდავს და სად? ოღონდ გეხვეწები აქ ის არ მოყვე მე და შენ რო აუზზე ვიყავით. კარგი. კი ბატონო. და რომელი უფრო სუსტი რეჟისორია, რობიკო სტურუა თუ ავთო ვარსიმაშვილი? როგორი მარტივი მეგონა, უბრალოდ ესეთი კითხება და ამოღება. ვერ დაასვი პირველზე. არა უშავს, მეორეზე დაასვა. არ არის ეგ ბურთები. მომეცი მე გადმომეცი გეხვეწები. გუფი. რომელი ქართველი ფეხბურთელისთვის შეგიგინებია? გეხვეწები, პასუხის დროს გაითვალისწინე, რომ მე თეონა თავართხილაძე მაცნობს.
ოთარ. ხო. ვინ არ მაცმევს იქით წახვედი? ფეხბურთი მაინდა-მაინც არა ვარ დიდი გულშემატკივარი, სიმართლე გითხრა. ნუ ფეხბურთებზე არ დავდივარ. ერთადერთხელ ვიყავი და ისიც არ მახსოვს რა თამაში. შენ გონია გამოძვერი ეხა სიტუაცია გუფი? ოიცა გავიხსენებ. თავარია იგივე არ იყოს, იმიტომ რომ ცარიელი მე არა შენ ხსნი და მე ვთქვათ შეიძლება იგივე იყოს, იმიტომ რომ მე ხელთუფალა ვარ. ჩააგდე. რომელ ცნობილ ქართველთან გექნებოდა სექსი? უფი. მივალ ჩვენ რობიკოს ტურამდე. დიდი. ეს არის. აბა, цариელებს ჩააგდეო და ჰა, ჩავაგდე მეც. რა რო არ ვიღებ ამ цариელებს მეც? ბაჩო, ამის მერე აღარ იქნება. ჩააგდე. დამთავრდა. გავამხნევოთ ბაჩო რა. თირკმელები ჯამთელი გაქვს შენ? რატომ უნდა მივტყა? კი. არა, შეკითხვა ასეთი, წყალში თუ მოგიშარდავს და სად? სოფელში რა ქვია, ღელე არის, ესეთი პატარა საიქ ჩამოდის და პატარა რო ვიყავი ახლა თქვათ ესე. არა, რო ვერ ვითმენდი და სანამ ბუჩქებში გადახვალ და სანამ ამბავი, მომიშარდავს, არჯანელი ქვია იმ ღელეს. დღეიდან იმ ღელეს ბაჩოს დაარქმევენ. დიდი მადლობა. ჩვენ ყველა ვართ TV11-ის აქტიური მაყურებლები. აი მიყვარს ეს შენი ლექსები. ლექსად რო კითხულობ, ხო ერთად. მაგალითად, აი როგორ იქნება ხაშურული დიალექტით, ამან ფუნჯი ამოიღო ზეთ შუშაზე მიახატა. ონს დავიცვათ გეხვეწები ის კორექტულობა. ხო? ბატონო. კი ბატონო. ამანა ჩოტკი, გაიგე. ამოიღო ჩოტკი და შტეკლოზე არ მიაგლისა. კარგი, მეგრულად ამან ფუნჯი ამოიღო, ზეთ შუშაზე მიახატა. მეც ვცადე სხვათა შორის ფილმის ლექსად დაწერა. ხო. რა ფილმის? ჭრიჭინასი. შენ რო გიყვარს კიდე იმას რა ქვია, ერთნაირი, აი შენ რო ქონდა ხატვარს როუზი წინ როუზის. ამას რა ქვია? მაჯამა. რაი? მაჯამა. მაჯამა. ანუ მაჯამაა ეს, ხო? როუზის, ხო. ანუ ეგეთი მაქვს მე. ნახე? შეხედე? ქალაქში რომ ჩამოვიდა, პირველად ნახა ტრამვაი. თურმე ფსიქოლოგიური, მაშინ მიიღო ტრავმაი. კარგი. ჰა? აია. როგორია? შვენიერია ოთარ. კიდევ მაქვს. შენ რო გაქაჩემებული ერთი სიტყვა, იმაზეც მაქვს ლექსი. მე არ ვიცი რა მოვკალი, ძერა, ძროხა, კატა ხარი. შენდობა ვთქვათ, მოიტანე ერთი ბოთლი ნატახტარი. კარგია ოთარ. აი? კარგი, შვენიერი. როგორია? ძალიან კარგი. შენ მე ახალი ლექსი ხო არ გაქვს? უი, ლექსზე მართლა ერთი მოკლედ. არა, მაგას არ ყვები. ლექსთან დაკავშირებით დიდი ისტორია არ არის, არ დაგალი ოთარ, სულ რამოდენიმე წამი მოხდა. ერთი მოკლედ შეყავს რა, ჩემ მეგობრის, მეგობარი უბანში არის მოკლედ. ესეთი ქართველი არ არის ეს ბიჭი. და აღიხარო რა არის ახლა თბილისში დაიბადე, გაიზარდეო, რამდენი წელია რაღაცა და ნუ წესიერად ქართულად ველაპარაკობ, ხო და აი ლექსი მაინც არიციო? კი როგორ არ ვიცი. რა, ხო, კარგი ახლა ვიცი. აბა მეითხარი ახლა რა იცი და ო ვიცი რა. ბიჭო, გითხარიო, აი ერთი ლექსი გითხარი რა იციო რა. ვეფხის ტყაოსანი ვიცი, ოღონდ ბოლომდე არა. ეს უკვე ძალიან მაგარია ვეფხის ტყაოსანი რო ლექსია. კი. და ბოლომდე რო არა. და ბოლომდე რო არის. აი გვითხრობ მოკლედ, იყო არა და როსტევან მეფეხთისაგან მალული. რანაირი ლოგიკით სად მივიდა იქამდე ვინას მორჩა ეს ლექსი?
ბაჩო, დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ მოხვედი. შენ მინდა გითხრა მადლობა. ეხა შენ შუა ქალაქში ისე მსუქანი უნდა იყო? აბა? მე ძალიან მიხარია რომ შენთან ერთად მომეცემა საშუალება კიდე რომ ვითამაშო. მე ცოტა. ჩემი სტუმარი იყო უნიჭიერესი მსახიობი ბაჩო ქაჯაია. დიდი მადლობა. მადლობა.